კავკასიას უყვარს ადამიანები, რომელსაც სიტყვას ფასი აქვს. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი ადამიანი არ არის, რომლის სიტყვა შეიძლება ეანგოს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ მეზობელ ხალხს, ამაში პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი წარმომადგენლები მათში არ იწევს არც პატივისცემას და არც მოწიწებას. ესე რომ გარდა ამ პრობლემებისა არის სხვა პრობლემა, შიში გაქრა. იმდენად უსურვად გამოვიყურებოდით აგვისტოში, რომ ალბათ პატივისცემა ელემენტარულად თუნდაც გარკვეული ხნით, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ და ამიტომ გვიბედავენ იმას, რასაც გვიბედავენ. ამას ყველაფერს აღდგენა ჭირდება, არა მარტო დიპლომატიური ხაზით, არამედ ქმედებითაც საქციელი, ისე როგორც ცალკეული ადამიანის, ისე სახელმწიფოსაც გააჩნია რაღაც კონტროლი, სადაც მისი წარმომადგენლები როგორც იქცევიან, ისეთი წარმოდგენა გაქვს სახელმწიფოზე, ხო? შესაბამისად, ყველა გაპიარებული საქციელი ქართული სახელმწიფოში ამ პერიოდში არც ერთი არ გამოირჩეოდა არც ვაჟკაცობით, არც როგორ ვთქვათ, თვითსულოვნებით, არც სამართლიანობით, ყველაფერი აგებული იყო პირველ ტაშფანდურაზე და ესე შემდეგ. ყველა ისეთ რაღაცაზე, რომელიც არ იწევს გარედამკვირვებლის ხალხში, არც პატივისცემას და არც მით უმეტეს შიშს და არც რიცხვს. და იმასაც დიდი ვაჟკაცობა უნდა, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს არ მიკიდო. მაინტერესებს ქვეყანას წყალს დაზვერვა, კონდაზვერვა, სადაც რამეზე ვინმე მუშაო. ახლა წყალკანალზე იყო ესენი. თქვენ იცით ვაბსოლუტურად ყველა თანამშრომელია განთავისუფლებული წყალკანალის. იმიტომ რომ წყალკანალი რუსეთის არის. ენერგორესურსები რუსეთის ხელშია. თუ თქვენ ველოდებოდით რაღაცას, თუ მოსალოდნელი იყო, როგორც ჩვენ ვამბობთ, ევროპას ვეუბნებოდით, რომ გვიშველეთ, საშინელება არის. რატომ არ არის დასჯილი ის ხალხი, ვინც ეს არ იყო და გაყიდა ეს ყველაფერი. ხლიან ნახევარი საქართველოს მიაკიდა რუსეთს და ეხლა ვარკვევთ რუსეთს რომ დომოდათ გასწორება ქართველებთან 10 წლების შხამი ჭირდებოდა თორე აი წყლის რესურსებში ჩაშობა და დამთავრებული იქნებოდა და როდესაც არ ერთი წუთი და კიდევ ძალიან ბევრ რამეში დაინდეს კიდე ჩვენი ბიჭები მინდა თქვა იმიტომ რომ ალი კოელისაშვილი თქვენ ეთერში ამბობდა და სხვაგანაც როდესაც მთელი სამხედროები გორის ცენტრში დააყენეს ძალიან ნაძვილი იყო ფოტოშოპს მათი დაბომბვა ამიტომ არის ბევრი რაღაცა და მარტო სხვაში ეძება შეცდომები შენ საერთოდ უნდა დაუყურებო ვაგონებო რომ ესე იგი სიტუაცია არ შეიძლება ვიდრე რკინიგზის ბედი არ გადაწყვეტა რუსეთის დაკარგება. კიდევ ერთი. ხო, თუნდაც პერევი იქნება თუ სხვა. ეხლა თვითონ ირონიულად ვეღიმება სიმწისგემილია ბუნებრივია, მაგრამ ხალხი ჩავიგეს თავისი პრომორებაში და აქედან გამომდინარე რაც უნდა იმას გეუბნები. თუ რუსეთთან ომს დავაპირებთ, აუცილებლად მას მივყიდდი. იმიტომ რომ ეს საკმაოდ მომგებიან სიტუაციაში მაგდებს ამ შემთხვევაში. ეს ძალიან ცოტა ესე ჟღერს, მაგრამ რატომაც არა? 5 მილიონიანი საქართველოს ომი რუსეთთან ძალიან აქტუალური თემაა. ისე ჩვენი დრო იტურება მე მინდა შევაჯამო დაგასრულეთ ჩემო მამუკა გიორგი ყველაზე მეტი SMS-ი ვარისთან მოვიდა და ერთი იყო SMS-ი მემონეცენა და არ შევედი მედვედევს და ვალი მაროშკინის საქართველოს გადაჭება. მაგალითალები არ ყვარებია. და დაგინახავ დამჯერებს საქართველოსზე გული მოუგულდება. და რუსეთს მინდა რომ რაღაცა გაკეთდეს აქ არ არის მასახელისუფლებაზე რაც გიორგის და პრინციპში ერთადმები. ან ამაზე და ეხება ქართულმა საზოგადოებამ ეხება თქვენ მამუკა ჟურნალისტურმა ამხარმა რაღაცა ნაბიჯები რეალური დაიწყო აქტივია ეს ბოდიში ერთ-ერთი კარგი ხალხი მუშაობს იქავა პატარ-პატარა გამომცემლობაში და არასამთავროებში და მაგისები განათლებული და ლიბერალი ხალხი მუშაობს ეხება რაღაცა ინტერნეტით მაინც დაიწყო და რაღაცა გიზგაკავა დაიწყო თორემ ასე გოწევდა ნახმაზე აფეთქება ნახევარი ხალხი თუ რაღაცა არის შევა ამხატებს მალუმე და იქაც მოგანებისათვის ხალბატონი ვარი მაროშკინა ბატონი გიორგი თავგიძე და ბატონი მამუკარიშვილი გახდა ჩვენი სტუმრები გამებოდა საინფორმაციო შემდგომ ჩვენ ვარზე ვისაუბრებთ ბატონი დემოკრატიული იქნება ჩვენი სტუმარი ბატონი მოდაჯავახიშვილი შეერთების გამონაკლისს გამოცემა ეს არის თუ იქნება ისე როგორც გამწევი გამებოდა მოგესალმებით ბატონებო და მინდა შემოგთავაზოთ საუბარი ბატონო და ჯავახიშვილთან ორივე წუთში ბატონი დემოკრატიულ მოგზანდება და ვიზაუბროთ ბატონო და ეს კომპეტენტური და ესე ვთქვათ საქმეში შეხედული მე ცოტა მეგობრებთან საქართველოში დღეს ბატონმა დავით ამაღლობელმა
განაცხადა რომ ლარის კურსის კორექტირება ეკონომიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი. Pani კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ რაღაც უსაშველოდ ავარდება და ინფლაცია თავისას იზარდა და რაღაც უცნაურობები მოლოდინში უნდა ვიყოთ. ახლა თავისთავად ესეთი განცხადება თუ გააკეთა, ეს იმისთან მრავალმნიშვნელოვანია, რომ ძნელად იკამათება. ეკონომიკური მოსაზრებებთან არის ყოველთვის კავშირში არის კურსის აწევაც, ერთ დონეზე ყოფნა, მაგრამ ეკონომიკისთვის სასარგებლო იყო თუ საზიანო, ეს უნდა ერქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად და მაშინ გავაკეთებთ კომენტარს უფრო სერიოზულად. თუმცა მე დღეს ყველას მომეწოდეს როგორც ჩანს საგაზეთო ჟურნალისტებმა და მითხრეს, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის გაკეთებულა თურმე. რამდენიმე განცხადება ხამადამეს აგერამაკ ეკონომიკური მოსაზრებებით იყო, მან ასევე გადააცხადა, რომ ხელოვნურად გამყარებული ლარი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას რატო ამყარება ხელოვნურად? ამყარებდა ეს წლები. გასულიყო ყველა ზოგადად 40-60 ლარი ვიღაც ჯიბეში მიდიოდა. ალბათ ამიტომ ამყარებდა ხელოვნურად, რა ვიცი. ბევრი პრობლემაა და ძალიან ბოდიში უნდა მომიტანო ტელემაყურებლების წინაშე თუ ბატონ დავით ამაღლობელს მიაჩნია რომ აი ამისთან კატასტროფული ცვლილება ლარის კურსისა და მაგას მე ავხსნი რატო ეს კატასტროფა ეკონომიკის აღმასვლისთვის არის აღმასვლით არის განპირობებული და ეს საფუძვლად უნდა დაედოს მას მაშინ მაპატია და კომენტარს მე არ უნდა ვაკეთებდე ფსიქიატრები უნდა აკეთებდნენ კომენტარს იმიტომ რომ ეს მე მგონია მესამე კლასელმა ბავშვმა იცის და ზოგადად რომ ამისთან ნახტომისებური ცვლილება ზევით იქნება თუ ქვევით იქნება ქვეყნისთვის და ეკონომიკის უპირველესობის დამღუპველია და მე უფრო მეც გეტყვით თეორიაში ცნობილია რომ 7%-ზე მეტი ხისიერი ცვლილება კრახის სახელწოდებით არის აღნიშნული ჩვენ 7% კი არა მე როგორც ვაწყობ ეხლა ზუსტი მონაცემები არ ვიცი მაგრამ ოქსფორდში სადაც 15%-იანი ცვლილება მოხდა 23 დღეში. კი. 2-3 დღეში მოვიტყვით რა, ჩათვალეთ რომ არასკევს უკვე იყო ეგ. არასკევს უკვე იყო დაახლოებით 15%-იანი ცვლილება. დავანებოთ თავი აი ზოგად მოსაზრებებს, აი თუ გნებავთ თვითონ ფაქტს, ერთ გაუსვათ ხაზი რა. შეიძლება ფსიქიატრი მე შემთხვევით არ ვახსენე შეურაცხყოფა კი არ მინდა მივაყენო ამ ადამიანს, მაგრამ ესეთი რამე მოხდეს არასკევს აი დავანებოთ თავის უყურებას. ყოველგვარი ანონსირების და ის მოულოდნელ ელდასავით უნდა დაეცეს და არასკევს უკვე შაბათს და კვირას არ კეთდება. ან სავალუტო ბირჟა არ მუშაობს. ანუ 2 დღე სამეურნეო პარტნიორები და მთელი სახალხო მეურნეობა და მოსახლეობა საში იყურება. არავინ არის ის ორშაბათს რა იქნება და მიაქციეს ყურებდება რა მოხდა. უზარმაზარი მარჟა დაიტოვეს ბანკებმა ანუ გაყიდვაშურის ყოლობა 10-12 თეთრი იყო, წარმოუდგენელი და სპეკულაციურია ეს ყველა შემთხვევაში, მაგრამ აბსოლუტურად დამარცხებული ბანკების მხრიდან. იმიტომ რომ ამათ რისკის პროცენტი დაადოს, იმიტომ 2 დღეში რა მოხდება არ იციან. ეს არის პირდაპირ დანაშაული, დავით. პირდაპირ დანაშაულია, როცა ამას აკეთებ, აი ყველაფერს თავი დავანებოთ. ანონსირების გარეშე, ანალიზის გარეშე, საზოგადოების მომზადების გარეშე და ასევე პარასკევს აკეთებ ამას. არასდროს და 2 დღე ტოვებ აბსოლუტურად მედიცინაბარა ადამიანებს, რომლებიც კაში იყურებიან და ვარსკვლავებს იფლიან, რა იქნება ორშაბათს არავინ არ იცის და შედეგი ვნახეთ უკვე. შედეგი ვნახეთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს შეიძლება სულაც არ არის ბატონი ამაღლობელის გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ ეს არის გაუგებარი არაკვალიფიციური, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას კატეგორიულად არ აწყობს ინფლაციის ამისთანა ტემპით ავარდნა. ეხლა არ მინდა საზოგადოებამ გაიგივოს ლარის კურსის დაცემა თუ გამყარება ინფლაციასთან პირდაპირ ერთიერთთან დააკავშიროს, მაგრამ იცით ჩვენთან როგორ ხდება. და ბაზარზე ვინც მიაქცია ყურადღება და საინფორმაციო საშუალებებში გადმოიცეს, უკვე არის უზარმაზარი, საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება ინფლაციისა, ძირითად სამოხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდას და ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ აი ეს რყევა თქვათ მოხდა, ხო? კატასტროფულად დაეცა ლარის კურსი და ავარდა ფასები, ლარის კურსი ხვალე რომ ისევ დაიყვანონ 1.27